გამშვიდობისა, საქართველოს დღეს 15 აპრილია უყურებთ კურიერს 8 საათზე. Როგორ უპასუხებს ისრაელი ირანის თავდასხმას ამ საკითხის გადასაწყვეტად გამართული ომის კაბინეტის სხდომა გვიან ღამით გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თელ-ავივს მომხდარზე რეაგირება აუცილებლად ექნება, განიხილება რამდენიმე ვარიანტი. როიტერსი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომის კაბინეტი რეაგირების დროსა და მასშტაბებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას. ამავე დროს დასავლურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისრაელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი და ისინი მოქმედებენ ცივი გონებით და გააზრებულად. ვაშინგტონმა ღია დააფიქსირა, რომ ისინი არ გეგმავენ კონფლიქტის ესკალაციას და ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. კაიროში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ირანმა შეერთებულ შტატებს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში დასრულებულია და ეს დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმისთვის პასუხი იყო. შეგახსენებთ, რომ შაბათს გვიან ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა. აქედან 99% ჩამოგდებული იქნა ისრაელისა და მისი პარტნიორების მიერ. რთული ვითარება უკრაინაში, ომში მონაწილე არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა პროვოკაცია მოაწყონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ, ნათქვამია შეტყობინებაში. აქ იგულისხმება ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი ხომალდების დაახლოებით მესამედი. დიმიტრი პრეტენჩუკის ინფორმაციით, მოსკოვი ამჟამად საკუთარი სამხედრო საზღვაო ფლოტის აღდგენას ცდილობს. საქართველოს პარლამენტი კი დღეიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. ფრაქცია ქართული ოცნების მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დილის 10 საათიდან პირველი მოსმენით იმსჯელებს. მართველი პარტია კვლავ ამტკიცებს, რომ მათ მიერ მომზადებული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავისი არსით დასავლურია და მოუწოდებენ ყველას პროტესტის გამოხატვამდე დოკუმენტი კარგად წაიკითხონ. კანონპროექტის დეტალური განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციის ნაწილი. დღეს დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით პარლამენტმა შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთმა ასე დაიწყო კრიტიკული ხმის წინააღმდეგ 2012-ში მოქმედება, რომელიც დასრულდა არაერთი ცვლილებით კანონში საბოლოო ჯამში და დასავლეთსა და რუსეთს შორის ტრობის კუთხით ტოლობის ნიშანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კრემლის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. გულწრფელად მაინტერესებს ერთი რამ. რატომ არის ანტიქართული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა დასავლელი დონორების მხრიდან? რატომ არის ანტიქართული ჩვენი თავდაცვინარების გაძლიერება? თითიდან გამოწვეული, პროვოკაციული და შეგნებულად საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შემყრელია ყველა ის მესიჯი თუ წიაღსვლა იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, რომელიც რაღაცა ფორმით ამ კანონის ანტიევროპულობას ან რუსულობას ადგენს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ რუსულ კანონს. რა თქმა უნდა, ქართული სამართლებრივი სივრცე იქნება მხოლოდ ევროპული და ქართული საკანონმდებლო აქტებით შევსებული. გამჭვირვალობის კანონპროექტის დეტალური განხილვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უნდა მოხდეს და არა დიპლომატებთან. ასე ხმიანება ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას. ელჩების მიმართ გაიმართოს საჯარო დისკუსია რეზონანსულ ინიციატივასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს დაესწროს დღევანდელ განხილვას იურიდიულ კომიტეტზე. პრემიერ-მინისტრის წინადადებას მიესალმებიან უმრავლესობის წევრები. კანონის რეალურად განხილვა და შინაარსში შესვლა არის ქართული ოპოზიციის საქმე და არა ჩვენი მეგობრების სხვა ქვეყნებში მათი საქმე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს კანონი, მათ შორის პუნქტობრივად. ქვეყნის ელჩები არის უბრალოდ ემისრები არიან თავიანთი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისა ჩვენთან და შესაბამისად მათთან დებატს არანაირი შინაარსი არ აქვს. მაშინ ის ხალხი უნდა გამოიწვიოს დებატში, ვინც მათ
ვისთანაც ეს ჩვენი ელჩები კონსულტაციებს გადიან, გონია რომ ჯერ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და მე შეიძლება რამე ფორმატებს ხარი დაუჭიროთ. თუ ელჩები გულწრფელები არიან თავიანთ შეშფოთებაში და ნამდვილად საქართველოსათვის სიკეთე უნდათ, მათ უარი არ უნდა თქვა ღია და საჯარო დებატებზე. საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია შედგეს მსგავსი ტიპის ღია დისკუსია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არის შეცდომაში შეყვანილი, რომ მათ მოსმენილი აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოთქმული შეშფოთება და წუხილი. და სწორედ აი ამ წუხილის და შეშფოთების გაბათილების საპასუხო იქნება ელჩების ეს ნაბიჯი, რომ ღია დებატებს დათანხმდნენ. ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა. საპროექტო ჯგუფმა გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებები უკვე შეისწავლა. დადგინდა დაცული ტერიტორიების არეალები, კვლევის შედეგები და სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს. რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება განვითარების ხედვა, სტრატეგია და სიცოცხლის უნარიანობის შეფასების დოკუმენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად დაიგეგმოს მისი განვითარება, რისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის სწორედ მდგრადი სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც აი ახლა მიმდინარეობს ზუსტად და შემდგომი ეტაპები, რომლებიც ძალიან აქტიური ჩართულობით არის მუნიციპალიტეტთან და სხვა დაკავშირებულ მხარეებთან ერთად წარმატებულად მიმდინარეობს. ჩატარდა კვლევა, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ამ კვლევის ანალიზი და ეხლა გადავედით უფრო უკვე უშუალოდ კონცეფციაზე და ასეთი შეხვედრები ნამდვილად დაგვეხმარება. გამოშვების ბოლოს შეგახსენებთ ჩვენს ვებ გვერდს rustavi.org. მე კი ამით გემშვიდობებით 9 საათამდე დროებით. მადლობა.